მოგესალმებით, შემოძვიფასებო და კარგებო. დღეს ტაროს მეშვეობით ჩვენ წავიკითხავთ და გავიგებთ. თუ რა ემოციურ მდგომარეობაშია, ახლა თქვენს მიერ ჩაფქრებული პიროვნება თქვენს მიმართ ამ ეტაპზე, რას გრძნობს და როგორ აღიქვამს თქვენს კავშირს. კონცენტრირდით თქვენს თავებზე, ჩაიფიქრეთ პიროვნება, გაიხსენეთ ბოლო საუბარი, ბოლო შეხვედრა, რომელიც შედგა თქვენ შორის და მოდი ვნახოთ, ხო? რას გრძნობს და როგორ აღიქვამს თქვენს კავშირს, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. როგორია მისი ემოციური მდგომარეობა დღეს თქვენთან მიმართებაში, თქვენს მიმართ. აბა ვნახოთ. ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ დღეს დღეობით, რას გრძნობს და როგორ აღიქვამს თქვენს კავშირს პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. თავდაპირველად შემოძვიფასებო, მოდი აღვნიშნოთ, თუ რა არის, ხო? აი, ამ თქვენს ურთიერთობაში პრობლემა. თავარი პრობლემა არის გრძნობის კონტროლი, ზოგადად და ენერგეტიკული დისბალანსი თქვენ არ შორის. ანუ აი ამ ურთიერთობაში თავარი პრობლემა არ არის ის, რომ გრძნობები არ არსებობს, ნამდვილად არ არის ეს. თავარი პრობლემა არის ის, რომ გრძნობა კონტროლ ქვეშ არის მოქცეული, ხოლო ემოციური და ენერგეტიკული გაცვლა არის თქვენ ორ შორის არათანაბარი. აი ფონი ძალა პირდაპირ მიგვითითებს, რომ ადამიანი გრძნობს თქვენს მიმართ ძლიერ მიზიდულობას, მაგრამ ამავე დროს ცდილობს საკუთარი ემოციები არ გაუშვას, არ მიუშვას და აკონტროლოს მათ აი მთელი თავისი, ასე ვთქვათ, ძალით, მთელი სიძლიერით, ხო? ის არ მოქმედებს იმპულსურად, აი რეალურად ირჩევს აი მოთმინების მდგომარეობას, თავშეკავების მდგომარეობას და აი შინაგანად საკუთარ თავს სერიოზულ კონტროლს უწევს. ნუ რატომ არის კონტროლი ამ ურთიერთობისთვის საკმაო პრობლემა რომ დავიწყოთ, ხო? აი ეს ძალა ზუსტად აქ ნიშნავს ვნებით სავსე მოქმედებას. როგორც ასეთ, ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს და რატომ? აი ნახეთ, ეს არის შეკავებული ემოცია, რატომ მინდა რომ ძალაზე გავამახვილო ყურადღება. ზოგადად ძალის ბარათი, ხო, ძალა სადაც ამოდის. ვნებას ნიშნავს ტაროს კლასიკურ ახსნაში და ზოგადად სიძლიერის ბარათი ამოდის სადაც არის დიდი ვნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის შეკავებული ემოცია. ნუ გრძნობა არსებობს, მაგრამ მისი გამოხატვა არის შეზღუდული. სურვილი არსებობს, მაგრამ აი ქცევა არის ფრთხილი და გათვლილი. მიზიდულობა თქვენთან მიმართებაში სერიოზულად ძლიერი აქვს, თუმცა ინიციატივა აქვს შეკავებული და ეს ადამიანი საკუთარ თავს ასე ვთქვათ, აი აკავებს, იჭერს, რადგან ეშინია სისუსტის, ემოციური მარცხის, თუნდაც იმედგაცრუების, ხო და სწორედ აი ამიტომ ეს პიროვნება ირჩევს დუმილს, პაუზას ან ასე ვთქვათ, სანახევრო ნაბიჯებს, რომელსაც თქვენთან მიმართებაში დგამს და თქვენთვის ეს საკმარისი არ არის. აი დღესდღეობით ამ გაშლას უყურეთ მხოლოდ იმ ხალხმა, სადაც აი ეს პრობლემებია, რომლებიც მე ჩამოვთვალე ურთიერთობაში მსგავსი პრობლემების, ასე ვთქვათ, ხალხმა უყურეთ ამ გაშლას. როგორ ჩნდება დისბალანსი ურთიერთობაში, ხო? ეს ამაზე გვიყვება ზოგადად ჩვენ აქვე მდგარი 6-იანი პენტაკლები, როცა ერთი მხარე გრძნობას აკონტროლებს და თავს იკავებს ამ შემთხვევაში, ხო? მეორე მხარე ხშირად რა შვება, ხო? მეც ელოდება, მეც ითმენს, მეტ ენერგიას დებს ურთიერთობაში და აქ ჩნდება მთავარი, ასე ვთქვათ, შიდა კითხვა, ხო? აი თუ ასე ვთქვათ, მეც გავცემ, მივიღებ კი პასუხს. ანუ 6-იანი პენტაკლი მიგვითითებს, რომ ურთიერთობაში არსებობს გაცემის და მიღების, აი სრული უსულოდ ასიმეტრია, ხო? ან თქვენ დებთ აი ურთიერთობაში მეც ვიდრე თქვათ უკან იღებთ, ან ის გრძნობს, რომ მისგან მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ამ ეტაპზე მას შეუძლია რომ გასცეს და ეს მდგომარეობა არ არის манипуляცია, არაა ჩამოკარგებო, ეს არის თავდაცვის მექანიზმი. მოდი ახლა დავწოთ, რატომ არ წყდება თქვენი კავშირი, ხო? პრობლემაზე ვისაუბრეთ, დისბალანსზე ვისაუბრეთ და ახლა გადავდეთ რა არის, ხო, თქვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ესეთი ის რატო ესეთ მდგომარეობაში თქვენი ურთიერთობა რომ არ წყდება, ხო? თუ პრობლემა აშკარა, რატომ არ მთავრდება ყველაფერი ისმის კითხვა, ხო? პასუხი არის სამყაროს ბარათი. ეს კავშირი მისთვის არ არის შემთხვევითი, არც თქვენთვის, რა თქმა უნდა, არ არის ზედაპირული, რა თქმა უნდა, და არ არის ადვილად დასახური, დასამთავრებელი. სამყარო გვიჩვენებს, რომ ეს ურთიერთობა მის შინაგან სურათში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აი გრძნობს ეს პიროვნება, რომ ეს ამბავი ბოლომდე უნდა გაიაზროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი შინაგანი მდგომარეობა ასეთია დღეს. ნუ აი რო იტყვის პიროვნება, ხო, რომ ეს ჯერ არ დამიმთავრებია. ნუ ურთიერთობა მას ჯერ არ დაუსრულებია თქვენთან
ჩემო ძვირფასებო. რას ელოდება სინამდვილეში ამაზე გვესაუბრება ჩვენ ოთხიანი კვერთხების ბარათი. მიუხედავად ამ შიშისა და კონტროლისა, ჩემო ძვირფასებო, მისი ძირითადი სურვილი ძალიან მარტივი. სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხო ურთიერთობა, დრამისა და დაძაბულობის გარეშე მგონი ყველა ნორმალურ ადამიანს, ასე ვთქვათ, ენდომება დრამების და დაძაბულობების გარეშე ურთიერთობაში ყოფნა, ხო? თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა და რა არის, ხო, თუ დისბალანსი არ გამოსწორდება და მხოლოდ ერთი მხარე აგრძელებს ენერგიის ჩადებას ურთიერთობაში, ხო? ეს სტაბილურობა ვერ ჩამოყალიბდება, ჩემო ძვირფასებო. ანუ რეალურად თუ თქვენ ამ სიტუაციაში ხართ, ხო, მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ რა, რომ ეს პიროვნება არ არის გულგრილი თქვენს მიმართ, ის გრძნობს თქვენთან მიმართებაში ამ გრძნობებს განიცდის, მაგრამ პლუს ამასთან აკონტროლებს და სანამ ურთიერთობაში არ დაალაგდება გაცემის და მიღების ბალანსი თქვენ შორის, ხო, ეს კავშირი დარჩება აი პოტენციალის დონეზე და ვერ გადავა აქტიურ მოქმედებაში, ჩამოკარგებო. რას უნდა ელოდოთ, ხო, თქვენ ამ ეტაპზე? ნელ-და-ფრთხილ კომუნიკაციას, სტაბილურ სურვილს სწრაფი ნაბიჯების გარეშე, ჩემო ძვირფასებო, და სიტუაციის დაკვირვებით შეფასებას. ვინ რამდენს დებს ამ კავშირში? ეს არის აუცილებელი. კიდევ რა მინდა რომ ჩამოგითვალოთ, როგორ ამოიცნოთ საკუთარი თავი ამ ისტორიაში, ხო? აი ურთიერთობის ტიპები, ამ გაშლის მიხედვით როგორ ამოიცნოთ ამ ისტორია თქვენ გეხებათ, ხო? ასე ვიტყოდი რომ ეს გაშლა არ ეხება ერთ კონკრეტულ ფორმატს, არა? აი აღწერს ურთიერთობების რამდენიმე ტიპს, აი სადაც ერთ-ერთი მოქმედებს მთავარი პრობლემა გრძნობების კონტროლი, ენერგეტიკული დისბალანსი და აი ახლა ეტაპობრივად განვიხილავ, აი სად შეიძლება ხდებოდეს მაყურებელი საკუთარ თავს და ასე ვთქვათ ისტორიას ამ გაშლაში, ხო? ფარული ან დაუდასტურებელი ურთიერთობა რო ავიღოთ, ხო? ემოციური ან რეალური სამკუთხედი, მოდი ასე ვთქვათ. თუ თქვენსა და ამ ადამიანს შორის არის ძლიერი მიზიდულობა, რომელიც ბოლომდე არ, ასე ვთქვათ, ითქმება და სახელდება, ხო? კონტაქტი, რომელიც არსებობს, მაგრამ სუსტი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, იმიტომ რომ სტატუსი არ გააჩნია, განცდა რომ ყველაფერი აი შიგნით ხდება, ხო, სიტყვების გარეშე, მაგრამ ეს გაშლა პირდაპირ თქვენზე საუბრობს, ხო, აი ამ შემთხვევაში. ანუ ფონი ძალა აქ ნიშნავს ჩახშობილ გზნობებს, სამყარო შინაგან პროცესს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ექვსიანი პენტაკლები მიგვითებს, რომ ერთ-ერთი მხარე მეზდებს ურთიერთობაში შვიდე, ასე ვთქვათ, იღებს და ამ ტიპში მაყურებელი საკუთარ თავს ამოიცნობს, აი როგორ მდგომარეობაში, იცით რომ თქვენ როგორ ამოიცნობთ თქვენ სიტუაციას, რომ გრძნობ, მაგრამ არ ვიცით, ხო, რა ვართ ერთმანეთისთვის, აი ესეთი ტიპის ურთიერთობა როა. მეორე შეიძლება ავიღოთ სამსახურეობრივი და პროფესიული კავშირი, როგორც ასეთია, ხო, თანამშრომელი საერთო გარემო პასუხისმგებლობების ჩარჩო, გადაკვეთის წერტილი საერთო, სადაც თქვათ სამუშაო გარემო, ხო, თუ ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებულია სამსახურის პროექტის ან პროფესიული სივრცის მეშვეობით, თუნდაც კონტაქტი იძულებითია ან ფორმალური ჩარჩოშია მოქცეული, გრძნობა არსებობს, მაგრამ მისი გამოხატვა რისკს მოიცავს, ხო, მაშინ ეს გაშლა სწორედ აი ესეთი ტიპის ურთიერთობას არის, რომ ძალა აქ არის თვითკონტროლი, რომ ემოცია არ დაზიანდეს, ასე ვთქვათ, და პოზიციებიც არ დააზიანოს ამ ემოციამ, ოთხიანი კვერთხები არის სურვილი, რომ ურთიერთობა იყოს მშვიდი და უსაფრთხო, რა თქმა უნდა, და ხოლო სამყარო აქ იქნება მიმანიშნებელი იმის, რომ ეს კავშირი პროფესიულ რეალობაში მნიშვნელოვანი ციკლია. ნუ შეიძლება აღნიშნავდეს ესეთ სიტუაციას, სადაც თქვენ ორივეს ერთად გიწევთ, საერთო გზაზე სადაც დგომა, ქალაქიდან ქალაქში წასვლა, სამსახურეობრივად თქვათ ერთ ქალაქში ცხოვრობთ, მაგრამ სხვაგან მუშაობთ, ერთ გზაზე დადიხართ და ნუ ან გადაკვეთის წერტილი გაქვთ საერთოდ გზაზე იმყოფებოდეთ, ნუ ესეთი მდგომარეობა ვისაც გაქვთ, ხო? და ასე ვთქვათ, თქვენ საკუთარ ისტორიას ამოიცნობთ, თუ ფიქრობთ, რომ აი ესეთ მდგომარეობაში თუ ხართ, აი ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, რადგან გარემო არ გვაძლევს თავისუფლებას, ხო? ამ ურთიერთობაში მე და მას. ურთიერთობა პაუზაში ან დისტანციაში ვისაც გაქვთ. ანუ ყოფილი კავშირი, შეჩერებული კონტაქტი, ხო, თუ თქვენ შორის იყო ურთიერთობა, რომელიც ასე ვთქვათ, გაჩერდა და ბოლომდე არ დასრულებულა, ეს თქვათ კონტაქტი, ეს თქვათ თქვენ შორის შემცირდა, მაგრამ ემოცია დარჩა კვლავ ისევ იგივე დოზით და შეიძლება მეტითაც დუმილი უფრო, ეს თქვათ კონტროლია ვიდრე უარყოფა ამ შემთხვევაში, ხო? აი მაშინ ეს გაშლა თქვენს მდგომარეობას ახდენს, ხო? აი სამყარო აქ ნიშნავს დაუხურავთ ციკლს, ძალა ემოციის შეკავებას ასევე და ოთხიანი კვერთხები კი სურვილს რომ დაბრუნდეს სიმშვიდე და სტაბილურობა ურთიერთობაში. თქვენ აქ თქვენ თავს ამოიცნობთ ამ განცდით, რომ ჩვენ შორის რაღაც არ დამთავრებულა, ანუ კიდე რო გიგზავნის გული რომ რაღაცა კიდე უნდა იყოს თქვენ ორ შორის, ხო? და კიდე როგორი ურთიერთობა, სადაც ერთ მხარეს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია.
ანუ თქვენ გაქვთ გაცდა რომ თქვენ უფრო ხშირად იწყებთ კონტაქტს, ანუ თქვენ გადიხართ პირველი კონტაქტზე მასთან, თქვენ უფრო მეტად ცდილობთ ურთიერთობის დაალაგებას ვიდრე ის და თქვენ რო არ დაალაგოთ ეს ურთიერთობა, ის არც ალბათ მიუშვებს და წავა ურთიერთობიდან და თქვენ ასე ვთქვათ იჭერთ ამ ურთიერთობას, ანუ თქვენ უფრო მეტ ელოდებით ვიდრე იღებთ და ეს მდგომარეობა სწორედ ამ დისბალანსზე მიგვანიშნებს, ხო ექვსიანი პენტაკლი პირდაპირ რას გვეუბნება ეს ბარათი, ხო რომ ურთიერთობაში გაცემის და მიღების ბალანსი არის დაარღვეული. თქვენ საკუთარ თავს ამოიცნობთ აი ამ კითხვით საკუთარ თავს რომ დაუსვათ, ხო რატომ ვარ ყოველთვის მე ის, ვინც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მეტ ინვესტიციას დებს ურთიერთობაში, ხო? ასე ვთქვათ, ეს გააშლა გეხება თქვენ თუ გრძნობთ ძლიერ მიზიდულობას, მაგრამ ქმედება ნელია ან საერთოდ შეზღუდულია. ურთიერთობაში ხშირად გიწევთ ლოდინის მდგომარეობაში ყოფნა, ვერ იღებთ მკაფიო პასუხს, ან არ გენიჭებათ ურთიერთობაში მკაფიო სტატუსი. ურთიერთობა თითქოს აი ჩამოკიდებულია ჰაერში, მაგრამ ბოლომდე არ არის დასრულებული და არ წყდება, უბრალოდ გაჩერებული და პაუზებულია და თუ აი ამ ჩამონათვალიდან ორი ან მეტი პუნქტი ემთხვევა თქვენს რეალობას, ან თუნდაც ერთი, ხო, ეხლა მოდი ასე ვთქვათ, ეს ისტორია არის თქვენი ჩამოწვიფასება, ხო? ეს გაშლა არ ამბობს რომ კავშირი აქვს უიმედოა, არა. ამბობს რომ ურთიერთობა ვერ განვითარდება მანამ სანამ ბალანსი თქვენ შორის ინვესტიციის ჩადება ამ ურთიერთობაში, დახარჯვა ამ ურთიერთობაში არ გამოსწორდება და ორმხრივი არ გახდება. გზნობა არსებობს შემოკარგებო, მაგრამ მის განვითარებას აფერხებს კონტროლი, შიში და გაურკვევლობა თქვენ ორ შორის. მოკლედ, რა ვიცი, ყველა შესაძლო ვარიანტი ჩამოვთვალე, ასე ვთქვათ, აქ რაც კი თავში მომივიდა, რაც კი შეიძლება რომ განვიხილო, აი ესეთი სიტუაციები თუ თქვენ გეხებათ, თქვენ თავი ამოიცანთ, ოღონდ ნახეთ კონკრეტულად თქვენ თუ გეხებათ და ასე ვთქვათ, თუ თქვენ სიტუაცია არ არის, მოდით მოირგებთ ამას, არ შეიძლება ხალხი, აი უბრალოდ სხვა გაშლებიც მაგ და გადახედათ იმათ, უბრალოდ რა ვიცი, არ შეიძლება ის სიტუაცია, რომელიც თქვენ არ გეხებათ, ის რომ მოიგოთ, ანუ საერთოდ სერიოზული პრობლემას იწვევს მე ეს ყველაფერი. მოკლედ, აი ამ სიტუაციაში ყოფი ხალხი, რომლებიც მე დღეს ჩამოთვალე, აი მათთვის არის აი ეს გაშლა და რა ვიცი, ყველას გისურვებთ მე თქვენ მოთმინებას, მშვიდობას, სოლიდარობას, ურთიერთგაგებას, თანასწორ, ასე ვთქვათ, ბალანს ურთიერთობაში და ასე ვთქვათ, თქვენს გულებში რაც არის, ხო და რაც კი გინდათ რომ აგიხდეთ, უფალმა აგიხდინოთ უკლებრივ ყველაფერი ჩამოძვირფასებო. მოკლედ ეს იყო ყველაფერი, მადლობა იმისთვის რომ ჩემთან ხართ და ასე ვთქვათ, აგზელეთ ჩემთან ერთად ყოფნას, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ახლა კი დაგემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდობიან საღამოს ჩამოძვირფასებო. კარგად იყავით.